რა ბლოკავს შენს სასიყვარულო ურთიერთობას? ახლა გავიგოთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ვიღაცებს ძალიან სჭირდებათ ახლა ამისი მოსმენა. რა ბლოკავს კონკრეტულ ადამიანს იმისგან, რომ ადეკვატურად იყოს ურთიერთობაში? ფინანსური სიდუხჭირე პირდაპირ გეუბნებით ამას. ფინანსურად არ არის ადამიანი მზად იმისთვის, რომ თქვენი სურვილები, თქვენი მაღალი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, შესაბამისად ადამიანი თავს იკავებს აქტიური ურთიერთობისგან და მუშაობს ფინანსური ენერგიების დასტაბილურებაზე. შეიძლება კონკრეტული ახალი წამოწყებები იყოს მის რეალობაში. რას ვეხებით? ნამდვილად ისეთი ადამიანი არის, რომ არის მერყევი, თავისივე სიტყვისაც არ სჯერა ადამიანს იმდენად, რამდენადაც თავისი სიტყვის გატანა ურჩევნია ყველაფერს, თუმცა სწორია თუ არა სწორი, ამას დიდად აღარ უყურებს. აქტიურად მუშაობს კონკრეტული მიმართულებით, რას ეხება ეს ყველაფერი ძალიან, ასე ვთქვათ, მთელი მისი დრო მოიცავს ამ მიზანს. რა არის მისი მიზანი? სამართლიანობისა და ბალანსის აღდგენა. პირდაპირ ამას გულისხმობა აქვს, მინდა რომ ერთად კართოდ გაჩვენოთ. სამართლიანობის და ბალანსის აღდგენას ემსახურება ადამიანი ახლა. რა მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. გავიგეთ, რომ ფინანსური მიმართულება არის ეს ყველაფერი, სათავე, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული კაცი ვერ მოქმედებს პირდაპირ, მისი მოქმედებები არის შეზღუდული. რატომ? ახლიდან უნდა მას რომ დაიწყოს ცხოვრება. ახლის საწყისის მოლოდინში არის ადამიანი, შეიძლება ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა უკვე დამთავრდა და დავივიწყო, მოდი ეს ყველაფერი ახალ ეტაპზე გადავიდე, მაგრამ რამდენად გამოსდის მას ეს ყველაფერი? მინდა გითხრათ, რომ ამასთან ერთად ფინანსურად ძალიან არის გაჭედილი ადამიანი. მენტალური პრობლემების საშინელი, რომელსაც ადამიანი მარტო იბრძვის, ვერავისთან ვერ აზიარებს ამ ყველაფერს და გულში იკლავს. თუმცა კარგი იქნებოდა, რომ მოქმედებაზე გადასულიყო, ეს არის მოწოდება სამყაროსგან, უნდა იმოქმედოს ადამიანმა აქტიურად. დეპრესიაში ცხოვრება ნამდვილად არაფერ კარგს არ მოუტანს მას, მაგრამ ვერ მოქმედებს. ეშინია ნაბიჯების გადადგმა, ურჩევნია რომ იყოს იმ ჩაკეტილობაში, სადაც ეხლა იმყოფება. ეს არ არის კომფორტის და ფუფუნების მდგომარეობა, აქ იკვეთება სიდუხჭირმე, ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში საჭირო მოცემულობებიც კი არტრიალებს მის რეალობაში, საჭირო არა თუ ფუფუნებაზე, არამედ ელემენტარული საჭიროების მომენტებით შეიძლება შეზღუდული ჰქონდეს მას. თუმცა მან ეს ყველაფერი ბუმერანგის პრინციპით დაიმსახურა, ადამიანმა ზედმეტი მიიღო ვიდრე გასცა და სწორედ ამიტომ მოხდა ახლა მისი ჩაკეტვა. ჩაკეტილია ადამიანი და ფინანსური ენერგიების რეგრესი. შეიძლება თუნდაც თქვენი მიმართულებით იყოს აქ მოწოდება, რომ ადამიანს ნამეტანი ბევრის საშუალება მიეცით თქვენ და ის ასევე შეიძლება თქვენთვის იყოს მოწოდება, რომ იცით რა ჩაიკეტეთ ემოციების მიმართულებით, იმიტომ რომ ადამიანის თვითონ არის ჩაკეტილი, მინიმუმ არ ფიქრობს, მისი ემოციები თქვენსკენ არ არის მომართული. იმიტომ რომ პირდაპირ ფინანსურ ენერგიებზე დაარტყა, ამ ბუმერანგმა ეს არის ბუმერანგი 2024 ვიცით რომ ძალიან განმული წელი იყო და ეს გამორიცხულიც არ არის პირველ რიგში, ამაზეა საუბარი, არ იფიქროთ რომ ვიღაცებისთვის 2025 იქნება ფუფუნების და რაღაც საოცარი ამბების წელი, ეს არის კანონზომიერება პირდაპირ. რაც გასცა ადამიანმა, ის უნდა მიიღოს, ხო? თუ ზედმეტი მიიღო, მაშინ რაღაცა უნდა გასცეს, ხო? იმისთვის რომ ბალანსი დამყარდეს. ამაზეა აქ საუბარი. ადამიანს აგრძნობინეთ თავის სამყაროს ცენტრად და მან ეს ყველაფერი ერთის მხრივ გაითავისაკეთეს და ასეთი შეხედულება ჩამოუყალიბდა, რომ რახან ეს ადამიანი ასე მეკცევს, იგი მე ვარ სამყაროს ცენტრი და ეს ასეც უნდა იყოს. აქ ძალიან არაჯანსაღი შეხედულებები იკვეთება საკუთარი თავის მიმართ, ანუ ამ ჩაფიქრებულ ადამიანებზე ვსაუბრობ და სწორედ ანალოგიური დადასტურება არის ეს. მე ძალიან მიყვარს ხოლმე, როდესაც ერთი მიმართულება დასტურდება რამოდენიმეჯერ, ასე რომ ეს ინფორმაცია ამ შემთხვევაში არის ხოლმე უზუსტესი. რაღაცას ელოდება ეს ადამიანი. დიდი ალბათობით ეს იქნება ოჯახური ურთიერთობების დასტაბილურება, რასაც ძალიან ინტენსიურად ელოდება, მაგრამ ეს არ მოხდება და პირიქით ურთიერთობები უფრო მეტად დისტანციასა და ჩიხში გადადის. მისი მოლოდინები არათუ მართლდება, არამედ კოლაფსში შევა ძალიან მალე. ჰერმეთის ენერგიები ეს არის განდეგილი, ეს არის სიმარტოვე, განშორება, ხო როგორც გითხარით, მისი მოლოდინები გადადის ამ ენერგიაში და თვითონაც გადადის ამ ენერგიებში, როდესაც ადამიანი
არის განცალკევებული, თუმცაღა არ იფიქროთ, რომ ეს განმარტოება იქნება ჰარმონიული, ეს იქნება დაპაუზება სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც კი ის ვერ გააკეთებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მუდამ წარსულსა და მომავალში იქნება გაჩხერილი, ასე ვთქვათ, აწმყოთი სიამოვნების მიღებას ის ვერ ახერხებს. შეიძლება რაღაცა წამიერი გაელვებები იყოს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს იქნება მართლაც რომ წამიერი, ის შინაგანად არის დეპრესიაში. და ამაზე ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, ეს მარტივად განსაკურნებელიც არ არის. თქვენ ძალიან ბევრი იბრძოლეთ, აქ ესე ვხედავ ნამდვილად. მისი მხრიდან არანაირი დიდი ჩართულობა არ არის, აი აქ თქვენ საკუთარი ხელით შექმნით ეს ყველაფერი, თქვენ მიეცით ადამიანს ის ყველაფერი, რაც სჭირდებოდა. თქვენთან მიმართებაში რა ხდება ამ ადამიანის თავს? ძალიან დიდი ტყუილები, რომელიც არ მოდის ბალანსში, რა თქმა უნდა, ამაზეა მთელი ეს გაშლა, რომ ბალანსში არ არის რაღაცები. ძალიან დიდი სცენარების გათამაშება, ტყუილების შვედიანების ხმლები და სამომავლო პერსპექტივაში კონკრეტული მოვლენა შეიძლება შემოვიდეს. აქ რომელიღაცის ცხოვრებაში მოდის რამოდენიმე არჩევანი, აი კარგად დააკვირდით. თქვენ გადადიხართ მერყეობის სიტუაციაში, როდესაც ადამიანი არჩევანს ვერ აკეთებს. რას ვეხებით აქ? ახალი ადამიანის გამოჩენა ხომ არ არის მოსალოდნელი, ეს მაინტერესებს უბრალოდ. თქვენ შემთხვევაში არის ახალი ადამიანის გამოჩენა მოსალოდნელი და თქვენ ახლიდან დაიწყებთ ცხოვრებას აუცილებლად. და აი ამ ადამიანთან დაკარგული დრო იქნება თქვენთვის ერთგვარი გაკვეთილი და ეს რა თქმა უნდა უკვე ნასწავლი გაკვეთილი არის, როდესაც ახალი ადამიანი გამოჩნდება თქვენთან ურთიერთობაში, თქვენ უკვე იცით ზღვარი, საზღვარი, როგორ უნდა დაიცვათ ბალანსი, ისე რომ რაღაცები არ დაარღვევთ და ახალი ადამიანი თქვენს რეალობაში ნამდვილად შემოდის ძალიან მალე. აქ იგულისხმება სამი დრო, კონკრეტულად ჩაინიშნეთ ეს ყველაფერი, თუ არ გჯერათ რომ არ დაგავიწყდეთ და აუცილებლად დაბრუნდეთ შემდეგ და გამიზიარეთ ეს ყველაფერი.